გამარჯობათ. ისევ ვაგრძელებ გოს პარტიების ჩაწერას, ვთამაშობ ონლაინ გოზე. შეჯერებით ისევ დამწყები, ანუ 25 კიუს დონეზე, 5 წუთიანი 5 ბიომით. ბიომი დამწყებებმა შესაძლოა არ იციან. ესე იგი, როდესაც 5 წუთი, ანუ განკუთვნილი დრო გავა, შემდეგ ყოველ სვლაზე გეძლევა 9 წუთი. ჭადრაკშიც არის მსგავსი, მაგრამ 9 წუთი გეძლევა ყოველ სვლაზე და ამას ქვია ბიომი, მაგრამ განსხვავებით ჭადრაკისგან აქ გაქვს 5ჯერ. Партия началась. 3ჯერ ეს დამოკიდებული არის პირობებზე. სხვადასხვა ვარიანტი არის, შეიძლება ერთი ბიომი იყოს. თამაშობ თეთრებით. ნახოთ როგორი სასწავლო პარტია გამოვა. მოწინააღმდეგე საკმაოდ სწრაფ ტემპში თამაშობს. შავებით აქვს კომი 6.5. აი ახლა შავებმა 3 ქვა განალაგეს D ხაზზე. ამით ფაქტიურად მათ გააკეთეს განაცხადი, რომ აი D ხაზის აქეთ 3 ხაზი მათ უნდა მთლიანად წაიღონ და კიდევ აქვს ქვა G7-ზე და ალბათ აქეთაც აპირებენ შემდეგ განავრცონ. ამისათვის საჭიროა შევავიწროვოთ ჩვენ და მთლიანად არ დაუთმოთ, რომ მთლიანად არ დაუთმოთ ეს ჩაფიქრებული გეგმის განხორციელების საშუალება, ასე ვთქვათ, რომ არ მივცეთ. მოდი ვითამაშოთ D7, ნახოთ პასუხი ისევ კარგით შევავიწროვოთ ცოტა, წავართვათ ცოტა ქულები, აი ერთიანს გავს შავების განლაგება. ხედავთ ახლა, რომ მე ჩამოვაჭერი აქ D ხაზიდან მე7 მე6-ს დაბლა უკვე ჩემი იქნება. ახლა მოდი აქეთ ამ ხარესაც შევავიწროთ. აქეთაც წავიღოთ ქულები. ნუ G7 H7 აქ თუ ცოცხალ ჯგუფს გააკეთებს, გააკეთოს. რას ქვია, მეგობრებო, ცოცხალი ჯგუფი? ჩვენ ვიცით რა არის თვალი, ეს შევხვედრია უკვე. ამ სვლის შემდეგ G8 თუ ვითამაშე, თუ არ ითამაშა მოწინააღმდეგე, მაშინ ამ ორ ქვას მე ავიღო. ერთი თვალი არ იძლევა ცოცხალი ჯგუფის აგების გარანტიას. აი ატარიში ვარ. აქ უნდა ვითამაშო, ეს იძულებით ისვლა. ხა გადააბამს ალბათ, მაგრამ ორი თვალი არის საჭირო იმისათვის, რომ ცოცხალი ჯგუფი ხომარ ვითამაშოთ აქ. შემდეგ ამას ავიყვანთ. ამასაც თუ ავიყვანთ, მთელი დაფის იქეთ მხარე ჩვენი იქნება. აქ რა შეუძლიათ მათ? მოდი ვიჩემია, ასე ვითამაშებ. მე თუ ავიღე მარცხენა ზედა მხარე, აი რომელსაც ახლა ხო ABCD-ზე აღლა და თუ ავიღე მარჯვენა ქვედა მხარე, საერთოდ არის გამონათქვამი, მიიჩნევა, რომ ორი ცოცხალი ჯგუფი თუ ააგო, ორი კუთხე თუ აიღეს თეთრებმა, აი ამ პატარა დაფაზე ორი ცოცხალი ჯგუფი, ორი კუთხის აღება, უკვე ფაქტიურად გამარჯვების გარანტიას იძლევა, ასე ვთქვათ. გამარჯვების გარანტიას იძლევა. აქ თუ ჩააგდებს შავები
ჩვენ მოვერევით შეიძლება აქ ჩავკეთოთ, შეიძლება აქ ვითამაშო, აქ თუ ვითამაშებს აქ კარგი, აქ ვითამაშე. როგორც ხედავთ, შავება მიიღეს აქ კულები მარცხენა დაბლა კუთხეში. არც თუ ისე ბევრი. მე მაქვს მარცხენა მაღალ კუთხეში დაახლოებით იმდენივე, შეიძლება ცოტათი მეტიც. ხედავთ ახლა ფაქტიურად ახლა ასე ვთქვათ, თამაში ფედი გადაწყვეტილია. ერთი ქვა შეიძლება დაცვაში კიდევ დავაყენოთ. აჰა, კარგი მაგალითად. შესაბამისად ისლა გავაკეთე. კარგი, არა აქვს. მგონი მაინც მეყოფა მოსაგებად. ივეცი ფაქტიურად ამისნა ამ ქვის მოკვლის საშუალება. გადმოიწია ერთით დაბლა. Bioyami. Десять, 9, 8. Десять, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. Осталось 4 периода. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. Осталось 3 периода.
აქ ორი თვალი აქვს. ახლა მოვყალით. დათვლადია ჯგუფი Pas. 2 4 6 8 9 ქულა დაბლა 10 11 ქულა აქვს. ახლა თეთრებს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16. მე ვამბობ Снимите мертвые камни. სადმე დამატებით ქულების აღების საშუალება ეგ აღარ ჩანს, ასე რომ 25 ნახევარით Вы выиграли. მიუხედავად დაშვებული შეცდომისა მოვიგეთ პარტია. ნახოთ შემდეგი მეტოქე ვინ იქნება და თუ პარტია გამოვიდა ნორმალური სამოსავლო დანიშნულებით, ასე ვთქვათ, დამწყებთათვის საინტერესოდ, მაშინ შეიძლება მესამე პარტია აღარ ვითამაშო, ეს ჩანაწერი 2 პარტიით დავასრულოთ. როგორც პირველ ჩანაწერში მოუწოდებ ყველა გოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეებს ასევე მოსინჯონ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება და YouTube-ზე დადება, რომელიც დარწმუნებული ვარ გამოადგება როგორც დამწყებებს, ასევე უფრო მაღალი დონის კვალიფიკაციის მოთამაშეების ნათამაშები პარტიები გამოადგებათ კომენტარებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 9-9-ზე თამაშების შესწავლის კუთხით რესურსები ძალიან ცოტაა. პროფესიონალ 19 დაფისთვის ძალიან ბევრი არის და წიგნებიც არსებობს, ჩანაწერების, პარტიების გარჩევა და თეორიული ნაწილი, ასე ვთქვათ, დასაწყისი, რომელსაც ქვია ჯოსეკი. Партия началась. ისევ თეთრი, რატომ აძლევს სულ თეთრს გაუგებარია, ჯერჯერობით ყველა პარტიაში თეთრი, ვიწყებ ტრადიციულად ცენტრიდან, ტენგენი. საერთოდ მიღებული არის, რომ ჯოსეკი ქვია დასაწყისის, ანუ საჭადრაკო ენით დებიუტის გათამაშებას. ფუსეკი არის დებიუტი, ზოგადად დასაწყისი. ჯოსეკი არის კონკრეტული გათამაშება საწყისის სვლების. რომლის შესწავლა როგორც დაზეპირება შეიძლება, ასევე ასე ვთქვათ, შინაარსიანად რომ დაისწავლოს და დამწყებებისთვის ეს კარგია. თუმცა მაინც მიღებული არის, რომ ზოგადად ფუსეკის და ჯოსეკის თეორიების დაზეპირება არ არის მთავარი არის თვითონ გოს თამაშის შეგრძნება, რაც მოდის უფრო გამოცდილებით და პრაქტიკული თამაშებზე დაკვირვებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს იმის უნარი, რომ კარგად დაისწავლოს ჯოსეკები, რაც მეტს დაისწავლის, რა თქმა უნდა, ექნება უპირატესობა პრაქტიკული თამაშის დროს. 9-9-ზე თამაშის დროს ასევე კონკრეტული, როგორც საჭადრაკო დებიუტებში, როგორც არის ჩამოყალიბებული საწყისის სვლების, ანუ სადებიუტო რეპერტუარის დაყენება, ასე ვთქვათ, აქ მსგავსი არ არსებობს, შეიძლება ითქვას. კონკრეტულად რომ სადებიუტო თეორია არსებობდეს, ასეთი არ არსებობს. თუმცა პირველი რამოდენიმე სვლის უფრო კარგი და მისაღები ვარიანტები, პირველი 3-4 სვლა 9-9-ზე დაფისთვის 3-3-4 სვლას რო გააკეთებენ მეტოქეები, შეიძლება ითქვას, რომ ამით უკვე დებიუტი დათავრებულია, იმიტომ რომ სწრაფად იწყება
ახლოსვლები და შეხლა შემოხლა. რასაც დამწყებები თავიდანვე პირველივე სვლიდან ხედავთ დამწყებთა პარტიებში, ხდება რომ პირველივე სვლებიდან იწყებენ ქვების დევნას და ხშირად ტერიტორიას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას, ქვების მოკვლაზე გადააქვთ ხოლმე აქცენტი. ახლა მე შემეძლო C7 მეთამაშა, ეს D7 ქვა განცალკევებულია, განმარტოვებული, თუ დამიტოვა ახლა კიდე გადააბა, ჩვენ მაინც უპირატესობა გვაქვს. ახლა გადავიტარგეთ. ახლა შეხედეთ, აქ არის ასეთი ორსვლიანი კომბინაცია, დამწყებები ხშირად ევინახეთ. D8-ს თუ ვითამაშებ, უნდა ითამაშოს, უნდა გადაარჩინოს D7 ქვა. იძულებულია, რომ არ დამიტოვოს. და F7-ით მე ვახდენ მეორე ხაზის ქვის ჩაჭერას. აი მეორე ხაზზე ხშირად აი ასეთი კომბინაცია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია, გასაქცევი არ აქვს. გასაქცევი უკვე აღარ აქვს. აი საწავა F8-ზე, F9-ზე უკვე გვდება. თუ თვითონ F9-ზე ითამაშებს, მაშინ სამი ქვა მოგვდება ერთად G9 სვლით. ამის მოკლა შეგვიძლია გადავდოთ, ახლავე არ მოვკლათ და რაიმე უფრო საჭირო სვლა ვითამაშოთ, მაგალითად კარგი, მაგალითად აი F3 ვითამაშე. ეს ორი ქვა უკვე E7, E9 ჩემია. მომდევნო ჩანაწერს შევეცდები მომდევნო ჩანაწერი ჩავწერო უკვე ჩემი აკაუნტით, ანუ მე მგონი 16 კიგუზე ვარ ახლა ამჟამად და პარტია უფრო საინტერესო იქნება, როგორი გამომივა მოვიგებ, წავაგებ, იქნება უფრო აზრიანი პარტიები თუ არა. სვენელი შემდეგ განჯის თავად ახლა ჩვენ აი ეს ქვა დავიჭირეთ. F4 ქვა დატოვა უყურადღებოდ, არ გადააბა. G4 ეთამაშა მას, ეს ქვები გადაებებოდა, შემდეგ გაბრძოლება შეიძლება და ალბათ მოგებას მაინც ვერ მოახერხებდნენ. შავები, მაგრამ აი აქაც დაწყებული აქვს ახლა შავებს მარცხენა მხარეს, მაგრამ არ ხურავენ. აი მათ B4 A4 B4 სვლებით აი მარცხენა მხარის ეს ჯერ არსად არ აქვს. ახლა მათ შემოსაზღვრული, მკაცრად შემოსაზღვრული ტერიტორია არსად არ აქვს. თუ ამ ორ ქვას დადებდნენ შავები, მაშინ მარცხენა მაღლა კუთხე უკვე ფაქტიურად იქნებოდა აი ეს ადგილი მათი. ჯერჯერობით ესეც არ არის. მოდი აქაც გადავუკეთოთ. Вы выиграли. ამ ქვებს ერთმანეთთან. გამომიცხადა მოგება. მე დავთრომ თავიდანვე ინიციატივა იყო ჩემ მხარეზე და ადვილად მივყვანეთ ბოლომდე. ერთი პარტიაც ვითამაშოთ. Партия началась. სწრაფად ჩაგვირთო. ისევ თეთრებით, რატომღაც მე არ მაქვს მიცემული, რომ ყველა თეთრებით მათამაშოს, მაგრამ აბა ვნახოთ მოწინააღმდეგე რა შემოგთავაზებს ახლა. ამჯერად დაიწყო ცენტრში ტენგენით. ახლა ვნახოთ. ძალიან ძლიერი წარმოსადგენია დამწყებთათვის, რომ ყოველ სვლას თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს. ყოველ სვლას რამხელა ფასი აქვს ამ თამაშში. არა მხოლოდ 9-9 დაფაზე, არამედ 19-19
აი ამ დიდ დაფაზეც კი ყოველ სვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დიდი თვასი და განსხვავება არის იმაში, რომ აი იმ დაფაზე დაშვებული შეცდომის შემდეგ არის შანსი, რომ ანუ თქვა შეცდომის გამოსწორების ფასი და პარტიის შემოbrunების შანსი იქ უფრო მეტია. 9 დაფაზე უფრო დიდია ყოველისთვის ფასი, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ფაქტურად დაფის სიმცირის გამო შესაძლებელია გამოსწორების დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალება აღარც კი მოგეცეთ. აი მოდი ნახოთ გავწყვიტოთ აქ რას ითამაშებს მოწინააღმდეგე. აქ თუ ითამაშებდა მოწინააღმდეგე ეს ქვები შავების 5 ქვა გადაბმული იქნებოდა და გაძლიერდებოდა. რა თქმა უნდა ითამაშა როგორც მოსალოდნელი იყო ატარი, ჩვენ გავიქეცით, აი ნახოთ ახლა რა იქნება. აი როგორც წერან ეს ორშლიანი კომბინაცია შეგიძლიათ წამით დაფიქრდეთ. აი ვაქცევთ ატარიში h5-ით. უნდა გადააჩინოს g5 ქვა. თუ არ გადაარჩენს მოვკლავთ. და შემდეგ ვითამაშებდით h7, სადაც ახლა ითამაშა. მან გადაარჩინა ეს ქვა და ეს ქვა კი დავიწყო. სამაგიეროდ ახლა აუცილებლად ალბათ g8 უნდა ითამაშოს. g8-ს თუ მე ვითამაშებდი, უკვე ეს ორი ქვა h6, h7 მოწყვეტილი იქნებოდა დანარჩენ ჯგუფს და იოლად მოკლავდი მაგასაც. ფაქტურად g8 სვლა ახდენს აი ამ ჯგუფების გადაბმას. ეს კერხი ხშირად გამოიყენება და იმახსოვრეთ დამწყებებმა, რომ ხშირად გამოიყენება. აი ახლა თქვათ დაფის ქვედა ნაწილი რომ გავყოთ ახლა, გავყო. ვეყოფა თუ არა მე მოსაგებად. პარტიის მოსაგებად. მოდი აქ ვითამაშებ. აქ ავტოვე დამჭა. ეს ორი ქვა უნდა ეს ორი ქვა დამჩენია. გავერთე სხვა რაღაცებზე საუბრით. კარგით, ნახოთ აბა თუ მოვახერხებ. ნუ აქ ერთის მოკლა მე შემიძლია, რომ მან ორი მომიკლა. გავერთე საუბარში და სხვა რამეებზე გადავიტანე. რაზი დამჭა ფაქტურად ეს ორი ქვა. პაჩუკი ასე რომ ვთქვა. ელოდები მეტოქის სვლას. სავარაუდოდ დერვა უნდა ითამაშოს. წესით დერვა უნდა ითამაშოს. მოდი ჩვენ დაფის ქვედა მხარე მაინც დავიკავოთ. თუ ერვა ქვას დაუწყებს გამოდევნებას, თუ უფრო სხვა აქტიურ სვლას ითამაშებს, დავაკვირდებით და შემდეგ ნახოთ, შემდეგ დავიჩე გაგრძელებას. როგორც დამწყებების წესია, ასე ვთქვათ, ფაილებში გამოიკიდა ქვას, რომელიც ისედაც როცა უნდა მაშინ მოკლავდა. ანუ გააცდინა ეს სვლა ფაქტიურად, გამცდენის სვლა გააკეთა. თუ მე აქ ვითამაშებ D5-ს, შეიძლება მან ითამაშოს
D5, D6 და აქ და ხოდი აქ ვითამაშე. Ატარიში მოვაქციე C5, ქვა. გადავას D5-ით. ეს ქვა დამითმო. დარჩა ალბათ როგორც მე დამჩა წევან ორი ქვა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ეს პარტიები არის დამწყებთათვის რომ ვაჩვენოთ საერთოდ როგორ ვითამაშება, როგორ თამაშობენ დამწყებები, არის რა თქმა უნდა დაბალი დონის პარტიები, დონით ვერ დავიკვეხნით, არ გამოირჩევა. შემდეგ ნახოთ 15 კიუს, რა თქმა უნდა, ასევე საშუალო დონიც არ არის, საშუალოზე დაბალია 15-იც, მაგრამ უახლოვდება უკვე მიისწრაფის ასე ვთქვათ. სამწუხაროდ არ აყვავს მასალებელი, რომელიც დამეხმარება უფრო სწრაფად ზრდაში. უფრო სწრაფად ზრდაში დამეხმარება. იმედია, აი მომწიფებულია ის მომენტი, როდესაც ისევე როგორც ჭადრაკში გოს მოთამაშეებს შეეძლებათ აიყვანონ წვნელი, აი წვნელთა სემინარები არის დაგეგმილი, როგორც ვიცი მე მომდევნო წელს, ასევე საჭთა და უფრო ტურნირები და მე უფრო სერიოზული სამუშაოები და უფრო სერიოზული მიდგომები უნდა დაიწყოს. ამის საფუძვლები უკვე მომზადებულია ჩემის აზრით. მოთამაშეების რაოდენობას მატულობს დაინტერესებულ პირთა და აი ეს ჩანაწერი, ასეთი რაღაცების ჩანაწერაც ემსახურება რომ უფრო სწრაფად მოხდეს პოპულარიზაცია და უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლოს თამაში. აი ეს ახლა უაზროსლა არის ძალიან სუსტია მეტოქე. მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ასევე ზოგიერთ დამისვა ფაქტურად მოსაგლავად. შემიძლია მეც ეს დავტოვო, არაფერი უჭირს. არა აქტიური მნიშვნელობა ეხლა მოკლა უყვართ მოკლის დროს, იქ როდესაც ჩაიჭრიალებს აქ. ბიოიამი. ძალიან სასიამოვნო მომენტია დამწყებთათვის, ბავშვებისათვის. შემიძლია ახლა მე პასი ვთქვა და კულებს აქ ჩავკეტავ. საზღვრები ფაქტურად ჩაკეტილია, ქვედა ნაწილის ჩემია კულები, ზედა ნაწილში საკმაოდ ცოტა აქვს კულები შავებს. ეხლა ვიტყვი პას. როდესაც არ მithქვამს როდის ამბობენ პას. პასი არის სვლის გამოტოვება და ამ როდესაც ამბობ პას შენ გულისხმობ რომ შენ მეტი სასარგებლო სვლა არ გაგაჩნი. ანუ სვლა რომელმაც შეიძლება შენ რაიმე შეგმატოს, ან კულები შეგმატოს, ან გაგიძლიეროს პოზიცია, აზრი აღარ აქვს, მეტ კულას ვეღარ აიღებ. თუ ასე თვლი, ამბობ პასტა ტოვებს სვლას. თუ მეტოქეც ასე თვლის, რომ უკვე განაწილებულია დაფის განაწილება დასრულებულია. თუ მეტოქეც ასე თვლის, მაშინ პას. თუ მეტოქემაც თქვა პასი, პარტია დასრულებულია და არჩენილი იქნება მხოლოდ კულების დათვლა. ორივე მხარემ თითოეულმა რამდენი კულა
აი 8 კულა აქვს პირველ ხაზზე, მე-9 ხაზზე შავებს, 9, 10, 11, 12 კულა. აქ ჩასაკეტია კიდე G7-ზე. ნუ გაცილებით მეტი აქვს. 18 კულა მარტო ქვედა ორი ხაზია. პლუს კომი. ახლა ეს აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ დამწყებებში ძალიან ხშირია, ასე რომ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ არაფრის მომტანი არ არის ეს შეჭრები, შეჭრას და გამწვავებას თუ აპირებდა, ეს უნდა იქნა სანამ ამდენი ახლა უპირატესობას მივიღებდი. აი ახლა კედელი არის, ახლა სულ ასე თქვა მტრის ჯარისკაცების გარემოცვაში რომ შევარდები, ისეთი რა ხდება. ეს სანამ დაფა ცარიელია და ცარიელ სივრცეში შეჭრას აქვს აზრი. რომ იქ სანამ დაკავებული არ არის ტერიტორიები, ეხლა უკვე აქ შემოჭრილი ქვა იოლად დატყვევდება. ისევე როგორც ჩემი შეჭრას არ აქვს აზრი აი ზედა ნაწილში. Пас. ისევ პასს ვამბობ. Снимите мертвые камни. და უპირატესობა 40-ით 45 ვეთანხმები ამ სტატუსს, ამით დავამთავრებ მეგობრებო მეორე ჩანაწერს. Вы выиграли. მადლობა ყველას, ვინც უყურა თამაშს, ვინც უყურა ჩანაწერს, ისურვებ წარმატებებს.